სალამი ძვირფასო გამომწერებო ბასილი დისკუსიები კვლავ თქვენთან ერთად არის და დღეს ძალიან ძვირფასი სტუმარი არის ჩვენთან ამ სივრცეში პირველი სტუმარი და ზოგადად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ალბათ ბევრი თქვენთაგანს გეცნოთ ბატონი თეიმურაძე კომპანია დაგერის დამფუძნებელი. მოგესალმებით ბატონ თეიმურაზ და მოგესალმებით ბატონ გიორგის. მოგესალმებით. თეიმურაზ მეორე არის ჩვენთან პირველ ჯერზე უფრო სტუმრად იყო, ახლა უკვე მეგობარი არის ჩვენ და ნივისფერე როდის იყო? ორი წელი გავიდა თუ? არა, წელიწადი გავიდა ნამდვილად. ერთად ნამდვილად გავიდა. ერთს გავდოთ. ერთი წელი. მოკლედ მოსაყოლი ბევრი დაგვიგროვდა. და ძალიან მახსოვს ფოტოშორის ის ჩვენი ასე ვთქვათ წინა ჩაწერა და იმის მერე ზოგადად თეიმურაზი ძალიან აქტიურად არის რა დავარქვა ამ YouTube სივრცეში, იმიტომ რომ თავისი კომპანიის ვიდეოების გადაღება 1000 გამოფენა, მაგრამ იმ ამბის მერე ძალიან მიხარია რომ უკვე ვხედავ ქართულენოვან ასე ვთქვათ სივრცეში სხვა ასე ვთქვათ ასპექტშიც ძალიან საინტერესო საქმეს მოკიდა ბატონმა თეიმურაზმა ხელი და ამას მოდი ესე ვთქვათ გახსნით შეკითხვათ დავსვავ თეიმურაზ ვიცი რომ ვისკი ასე ვთქვათ გაგიტაცა და მოდი ორი სიტყვით გითხარი რა ხდება ამ სიტუაციაში ესე იგი ვისკით ვიცი ვისკით დავიწყეთ ვისკიმ გამიტაც სადღაც 3-4 წლის უკან და აი როგორც დანებმა, საათებმა ვისკიმაც მაგრე გამიტაცა, კოლექცია მაქვს უკვე, ვაგროვებ, ენთუზიასტი ვარ და აი პატარა პროექტი წამოვიწყე, ქამადი, ქართული მარცვლოვნების დისტილატების გამოშვება. ხო, აი მე არ ვიცოდი, ქამადი ყოფილა ქართული სიტყვა და ნიშნავს. არა, მოგონებულია, მე მოვიგონე. შემოიგონე, მე მეგონა, ანუ სულხან საბას ლექსიკონში ჩავწერე, თორემ მოუგონები. ძალიან საინტერესოა. გასინჯული მაქვს, მე შეიძლება გითხარი რომ გასინჯული მაქვს. კი. და თელი ცხოვრება მინდა ვისკი რომ ასე ვთქვათ შემყარებოდა და აგვისტა ისე რომ თეიმურაზთან რაღაცა მომენტში მithქვამს ეს და თეიმურაზ დაამახსოვრდა და ერთი ისეთი საღამო გავატარეთ ვისკის სახლში და პირველად დავლე ცხოვრებაში მიხეილ მეგრე არ დამილევია რომ ვისკი დავლე გემრიელად. ანუ მოგეწონა პროცესი თვითონ კი. ანუ თვითონ ის გარემო და პროცესი ხო პირველად აღმოვაჩინე რაღაცა ეგ ვისკის თემა, მაგრამ თვითონ ეს როგორ ვთქვა, ვსვავდი არაყიმით რა ხო იცი რა. ხო, შოტები. ანუ დასათრობად ვსვავდი ხოლმე ყოველთვის რა და პირველად დავლე რომ სიამოვნებით. ისე რომ მართლა არომატებს მივყევი და რაღაც ბევრი რაღაცა პარალელიც გავავლე რა. თვითონ ვიცი იყო ის ადამიანი ლევანი ხო? ხო, ლევანა კი. ლევანი ძალიან კაი ადამიანი, აი როგორც ჩვენა ვარ დანების თემაში, ისე იყო ესე ვისკის თემაში და ესე რაღაცა პატარა ექსკურსივით ჩამიტარა მოკლედ და კიდე ერთი დასტური არის მოკლედ ის რომ ზოგადად მედანები ძალიან საინტერესო ხალხი ვართ, მეც ესე ვიტყოდი და ბევრი მაგალითი არის ასე ვთქვათ დიდ ასპარეზზე სადაც ძალიან ცნობილი ადამიანები სხვადასხვა მიმართულებით ახდებიან ხოლმე წარმატებულები და ძალიან მინდა რომ თეიმურას უსურვო წარმატებები და ქამადი გახდეს არანაკლებ პოპულარული როგორც დაგერი არის და დიდი მადლობა. შემდეგ ჩაწერაზე აქ დავდგათ მე უკვე აუცილებლად. შევთავ. დაუბრუნდეთ დანებს, ბატონ გიორგი? დაუბრუნდეთ დანებს, დანებში ძალიან ბევრი სიახლე ძალიან კი და მაგიდაზე ჩანს ბევრი დაგერები და კიდე ბევრი არდევს. იმიტომ რომ როგორც თქვა რა, ყველაფერს ვერ გადმოვაწყობდით, აქ არის ნაწილი ჩვენი მაღაზიიდან და არის პირადი თეიმურაზის კოლექციიდან და ჩანს აქ რაღაცა პროტოტიპები არის, რაღაცა ექსკლუზივები არის და ალბათ შევარჩიოთ ერთი ჩემთვის ძალიან საინტერესო დანა შევარჩევ და გითხავ თეიმურას შევისნევართვით. მოდი აი ეს დანა აგვიხსენი მე მეცნობა ეს მოდელი ეს არის ზუბრი მონკავშირის დანა ხო გახსოვს საბჭოთა დროს რო იყო ოღონდ მულტიტული ერემენის ბრენდში ჩვენ გვაქვს ზუბრი დანა სადაც არის გილზების ექსტრაქტორი 12 და 16 კალიბრისთვის და საბჭოთა კავშირში ასევე იყო აი ქორქის საცობი რო ამოიღო ბოთლის გასახსნელი სადგისი და რაც მთავარია ამ დანაში დავამატეთ ჩანგალი. ო, ძალიან საინტერესო. საინტერესო ჩანგალი. გახსოვს ვიშა წინაზე რო ქონდა მე რო კოლექციაში მქონდა, კაი ჩანგლები რო ქონდა პრაქტიკული. აი ესეც რაღაცა მსგავსი არის. ანუ იმდანებს ძალიან პრაქტიკული ჩანგლები ქონდათ ხოლმე. ეს რა გითხო? ანუ
თვითონ ორიგინალ ვერსიაში, ძველებურ ვერსიაში ჩანგალის გარეშე იყო. არა, ჩანგალი იყო. პირველი პროტოტიპი რო გავაკეთეთ, მან ჩანგალი არ ქონდა, მაგრამ პროტოტიპი რო ვაჩვენეთ უკვე გამოფენებზე, მომხმარებლებმა გითხრა, რომ აუ დააბრუნეთ ჩანგალი. ჩანგალი გვინდა მაგდანაშია. ძალიან მაგარი რამეა. კარგად არის. და ეს იმ საფასო კატეგორიაში იქნება თუ კი, აი როგორც პერემენი პერემენი ახლა ლარებში ჩვენთან არის 105 ლარი არის მაგდანების კი, მაგრამ იქნება მულტიტული შეიძლება ოდნავ მეტი ღირდეს, იმიტომ რომ უფრო მეტი აი ინსტრუმენტი არის შიგნით და ცოტა თვიღირებულება მეტი გამოდის. გასაგებ. თემას პროტოტიპივით არის, ეს ფოლადი არ აწერია და რაღაცა. ხო, ეს პროტოტიპია. ეს პროტოტიპი მოვიტანე, იმიტომ რომ აი აქ ეს ინსტრუმენტი შეიცვლება, აი ასეთი არ იქნება კონსერვის გასახსნელი. კონსერვის გასახსნელი ამოვაგდეთ, სხვა იქნება, ბოთის გასახსნელი იქნება. გასაგებია. ესე იგი იქნება ჩანგალი და დანარჩენი ყველაფერი რჩება და აი ასეთი პრიალა არ იქნება, მინდა სტოუნვოში რო იყოს. გასაგებ, როგორც ტანის პირი არის, რომ ისე იყოს, კი ბატონო, ჩანგალიც. როდისთვის ვფიქრობთ ამ წელს? იმედია კი, აი ეს პროექტი кайხანი უკვე მიდის, მაგრამ იმედია ამ წელს უკვე დავასრულებთ, იმიტომ რომ ძნელი, აი მულტიტულები მართლა ძნელი გამოვიდა ჩვენთვის, ну, პირადად ჩემთვისაც, ჩვენ კომპანიისთვისაც და აი მულტიტული სხვა ის არის რა, აი ჯაყვები ერთი თემაა, ავტომატები მეორე თემაა, მულტიტულები ძალიან რთულია. ძალიან რთულია, უფრო რთულია მე რომ მკითხო, რომ გამოუშვა მულტიტული ვიდრე დანა. წარმატებები თემურას თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კაი კონკურენციას გაუწევს, მით რაც ძალიან საინტერესო რაღაცაა. აი რასაც ვიძახით ხოლმე, რომ აი ხარისხიანი ხმები, ხარისხიანი დიკეტება იწნება, აი ყველაფერი აქვს ამდანებს, ასე რომ კიდე ერთი კარგი მოდელი შეგვემატება. კი, ასევე ერთი მინდა აღვნიშნო, რომ მას მერე რაც დავიწყეთ ჩვენ თანამშრომლობა, აგერი გახდა ალბათ ესე ვიტყოდი, ყველაზე ისეთი ცნობადი ბრენდი ახალ ბრენდებს შორის რა, ანუ თუ არ ჩავთვლით რაღაცა დავუშვათ Microtex და Spyderco-ს, აგერი არის ჩვენმა მომხმარებელმა ყველა მიწის მუდმივად მოლოდინის რეჟიმში არიან, სულ რო წერენ რომ როდის იქნება ეს როდის იქნება, ის როდის იქნება და შემდეგი შეკითხვა უკავშირდება აი ამ თემას. მე ერთ-ერთ ასე ვთქვათ, შენს გადაცემაში ვუყურე დიდ მიმოხილვას თუ როგორ კეთდებოდა, სად კვეთავდით, რომელ ქარხნებთან თანამშრომლობდით, ну დიდი გადაცემაა რა და ეს სიტუაცია ჩვენმა მომხმარებელმა მინდა რომ რაღაცნაირად შენგან მოისმინოს, იმიტომ რომ ყოველთვის ერთი და იგივე ასორტიმენტი სტოკში შეიძლება ვერ გქონდეს. რა ეს ბევრ რაღაცაზეა დამოკიდებული. რაც მარტივად თუ შეგიძლია რომ მოგვიყვე როგორი პრინციპით ხდება აი ამ ყველაფრის წარმოება. ну, უპირველეს ყოვლისა, წარმოება ხდება მოთხოვნის პრინციპით. კი ბატონო. ხო, აი გაყიდვები ხო მიდის და რომელი მოდელიც უფრო გაყიდვადია, მაგ მოდელები მიდის წარმოების გეგმაში და წარმოების გეგმას ემატება ახალი მოდელები. ყოველ წელიწადში უნდა გამოუშვათ დაახლოებით 2-დან 5 ახალ მოდელამდე. ხო. და მაგრამ მე იცი რა მოდის, აი ზოგჯერ შეიძლება აი გაყიდვები იყო, ვთქვათ 2025 წელს რაღაც სტატისტიკა ხომ მქონდა და მარაგებიც იყო, ვთქვათ, ავიღოთ რომელიღაცადანა, ვთქვათ, ну, არ ვიცი, აი იყოს ეს, ხო, აი პერემენის მისი. კი ბატონო. ვთქვათ, არის ბლომად მარაგებში. მაგრამ რაღაცა მოხდა, მომხმარებელმა დაინახა, მოეწონა და გაყიდვები ისე წავიდა და აი ეს გეგმაში გქონდა, რომ უნდა წასულიყო, ვთქვათ, სექტემბერში. და უნდა წასულიყო სექტემბერში წარმოებაში, მაგრამ ისე მალე გაიყიდა, რომ უკვე თებერვალში აღარ არის ეს დანები. მაგრამ მარაგები იყო იმდენი, რომ უნდა ყოფილიყო ოქტომბრამდე, ნოემბრამდე. რომ სანამ ეს ჩამოვიდოდა და იქნებოდა, რომ
იოლად არ ყოფილიყო out of stock-ი რა, რასაც ქვია out of stock-ი. აი მაგრე ხდება რა, უპირველეს ყოვლისა მე უყურებ როგორი არის გაყიდვების სტატისტიკა, მაგ გაყიდვების სტატისტიკის მერე იქმნება წარმოების გეგმა, წარმოების გეგმას ემატება ეს ახალი მოდელები, მაგრამ აი უკვე რაც გაქვს გეგმაში იმას ხო ვერ შეცვლი. იმიტომ რომ უკვე მატერიალები არის ნაყიდი, ზოგიერთი უკვე ჩაშვებულია წარმოებაში და რო დაამატო ახალი მოდელი, ან რამე სხვა უნდა ამოაგდო გეგმიდან, ან აი რაღაც out of stock-ი მოგდის. გასაგებია. ამიტომ შეიძლება ადამიანს რაღაცა მოდელი მოგწონდეს და ნუ სამწუხაროდ ესე ყოველთვის არ არის რომ თქვენ რომ მოგწონთ, შეიძლება თქვა სხვა უფრო პოპულარული და ისეთ კითხვას დავუხო თემიდან. ის გამახსენდა მეტფორდი საუბრობდა თავის ვიდეოებში, რომ აი რაღაცა პანდემიის დროს ძალიან მოიმატაო გაყიდვებმა ხალხს სახში ხო მერე მოიკლო. თემურას შენ ბევრ ქვეყანაში იყიდი. როგორ ატყობ თქვა აი ტენდენციებს როგორ არის თქვა ამერიკაში თქვა ყოიკლებულობს ეს ბაზარი, იმიტომ რომ ბევრგან გამიგია რომ რაღაცნაირად თქოს ვარდნა არისო, წუწუნებენ ხოლმე ესტანის წარმოებლები და ხელოსნები და შენ დაკვირვებით როგორ არის? ნუ მე შემიძლია მარტო თქვა დაგერის გაყიდვების. კარგი. აი ციფრების გარეშე ჩვენ რახან პატარა კომპანია ვართ, ახლა ნუ რო შევადარო ჩვენი თავი თქვა Benchmates, Lasermans, ან Spyderco-ს, რა თქმა უნდა მაგენი არიან 10 ჯერ, 20 ჯერ და ზოგიერთი ალბათ 30 ჯერ უფრო დიდი ვიდრე ჩვენ. ზოგიერთი 5 ჯერ უფრო დიდი ვიდრე ჩვენ. ჩვენ ამიტომ ამერიკული ბაზარი ჩვენთვის ჯერ ზრდადია. აი ჩვენ არ გვაქვს იქ ვარდნა. მაგრამ აი ახლა რო ვიყავი Blade Show-ზე ლაპარაკში ჩანს რომ აი დიდ კომპანიებს ცოტა უჭირს გაყიდვებს. კი, ზრდა არ აქვთ, ან სტაგნაცია აქვთ, ან უკვე, რა ვიცი, 2-3%-იანი ზრდა აქვთ. გასაგებია. ხო, მაგას ალბათ ბევრი მიზეზი აქვს. ეგ შეიძლება ძალიან შორსა გვიყონოს მაგაზე საუბარმა რა. ეს ახლა მეც გამიჩნდა დაუგეგმავი შეკითხვა. თემურას ამერიკის ბაზარზე რო ვისაუბროთ, პირობითად, უკვე მე რამდენი წელია რაც ხარ Blade HQ-ზე მოდი ესე ვთქვა, რამდენი წელია რაც ხარ. Blade Show-ზე ჩვენ გავედით 2018-ში და ალბათ Blade HQ-ზე ალბათ 2019-დან ვართ. ხო, Blade HQ-ზე. კი. იმიტომ რომ მე Blade HQ-ზე ვნახე პირველად. დაგერი შესახებ გავიგე Blade HQ-ზე. კი. ეგრე იყო და არ იცოდი ჯერ რომ ქართული არა წარმოქმნა არანაირი აბსოლუტურად არ ვიცი მე როგორ მივხვდი როგორ გავიგე როდესაც მე პირველად ვნახე და სახელი თეიმურაზი რომ მიმართეს რაღაცა თორე არც ისი არ მეფიქრია რა ძველ ვიდეოებში არ იყო არც გვარით და ეროვნებაზე ესე საუბარი არ ყოფილა მოკლედ ეგ ცალკე ისტორიაა აი ეს მოკლედ ასორტიმენტს რაც შეეხება პირველი ძალიან ისეთი საინტერესო მოდელი დამოიხმეცი რამე თქვა აი ასორტიმენტზე აი კომპანიათან რო იზრდება ჩვენც ხო ახლა ვიზრდებით და ასორტიმენტში ახლა SKU-ი რო თქვა ხო stock keeping unit როგორ იქნება ქართულად SKU ეგრეა stock keeping unit ასორტიმენტის ერთეული ხო რაც უფრო მეტი გაქვს ასორტიმენტის ერთეული უფრო ძნელია რომ ყველაფერი გქონდეს სტოკში ძალიან დიდი კაპიტალი გჭირდება ამისთვის. აი მაგაში არის კიდევ ერთ-ერთი პრობლემა, ხო? აი ყველაფერი რო იყოს სტოკში, ძალიან დიდი კაპიტალი არის, კი. წარმოებაში უნდა იყოს ძალიან დიდი ფული ჩადებული. ზარდი რო ხარ კიდევ უფრო მეტი გამოწვევა არის. კი. ხო, იგივე პრობლემის იგივე არის აბსოლუტურად სიტუაცია არის. გასაგებია. მოდი ესეთი რაღაცა ვთქვათ რა, ჩვენ ძალიან გადაღებას დავიწყებდით, ლაპარაკობდით რომ ანუ ქვეყნების მიხედვით რაც პოპულარობა სხვადასხვა მოდელების განსხვავდება რა. ეხლა პირობითად ალბათ რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში არის ნოსტალგიური და პოპულარული შეიძლება სულ არ აინტერესებდეს ამერიკას რა, ასე ვთქვათ. ხო და ერთი ესეთი მოდელი, რომელიც გავიგერო თურმე ჩვენ რამოდენიმე დღით ადრე დაგვიწყია გაყიდვა ვიდრე რუსეთში დაწყებულა ყოფილა საიგაკი. კი. გადმოდეთ ბატონო თეიმურას თუ შეიძლება. ხო ეს დანა 18 არა არა უბრალოდ სამაყოთ არის მე ძალიან მიამაყება ეხა ეგ ამბავი. ის 60%. კი, ეხლა აი ასე. თვითონ
ამ დანის შესახებ ძველი მოდელი, ანუ გქონდათ თუ ჩანახატებით არის აღდგენილი, ანუ ეს ძველი ნავახა თვითონ რუსული. ძალიან საინტერესო კითხვა დასვი. პირველად, როცა წამოვიწყე პერემენის ბრენდი, ეს სხვა ბრენდი, ეს დაგერი არ არის, ეს არის სხვა ბრენდი, პერემენის ბრენდი და ვიყავი Forest Home-ის სტუდიაში, მაგათ YouTube არხია, მომიწვიეს და ზუსტად პერემენზე ვლაპარაკობდით და აი მისი ჯერ არ იყო გამოშვებული და როცა მოურჩით გადაღება, უკვე ვისაუბრე, რომ აი ახალ პროექტს გეგმავ და იქნება, მაგრამ პერემენი და იქ არის ერთ-ერთი წამყვანი და იმან მაჩვენა აი ჩვენ ჯიბეში ქონდა აი ეს საბჭოთა ნავახა და მე ვუთხარი ჩვენ მაგით გვაქვს გეგმაში მეთქი და მაჩუქა მაგ ნავახა ამიტომ ჩვენ აი ოფისში გვაქვს მუზეუმი ყველა ეს ძველებური დანებიც და რაც დაგერის დანებიც გამოდის და რა თქმა უნდა შევხედეთ მამაჩემმა თავისებურად გადახატა და აი ასეთი გამოვიდა. ჩემი აზრით ძალიან კარგი დანა გამოვიდა, მე პირადად ავირჩიე წითელი თეთრი პირით. ძალიან უტონ, ძალიან ჭრელია და რაც თავარია, მე მინდოდა რომ ეს ყოფილიყო, აი ასეთი იდისი. ჩემი აზრით, რაც ოკაპის და კუნუს და საბჭოთა დანას არ ქონდა, აი ეს იყო რომ ყოფილიყო კლიპსით და ჩატე და აი ეს ხო, უფრო უკეთესი მექანიკით. არ ვიცი თქვენ როგორ ფიქრობთ, მექანიკა უკეთესია თუ არა? ხო, თქონი გამოგვივიდა. რომ ეს შეიძლება რომ თქვა რაღაცა თქვა რომ გაუგუჯობესო, მაგრამ მექანიკაც ასაღად შესამჩნევი არის იმათმე რომ გავსვენ ხოლმე და მთავარი იყო ეხლა აი ერთი მხრივ პერემენის ის არის ეს ძველი საბჭოთა კავშირის დანების აღდგენა, ოღონდ თანამედროვე ხედვით, მაგრამ მთავარი იყო ასევე ფასი. რო ყოფილიყო ხელმისაწვდომი. კი, ფასი რო ყოფილიყო ხელმისაწვდომი და დოლარებში რო ყოფილიყო იგივე, ან დაჟე 1-2 დოლარით უფრო იაფი, ვიდრე ქოლსტილი. გასაგებია. და მაგასაც მივაქციეთ. თან ფოლადი უკეთესი დავსვით, ვიდრე ქოლსტილსა. კი ბატონო, ან ძალიან მაგარი მოდელი გამოვიდა და მე ჩემს ასე ვთქვათ ვიდეოებში ერთი პატარა პირობა მაქვს დადებული, რომ გავაკეთებ ვიდეოს აგვისტოს ბოლოსკენ, სადაც კუდუს და ამ დანას შევაჯიბრებ რეალურად და საინტერესო იქნება. და ძალიან მჯერა რომ ფოლადი უნდა აჯობოს ანუ გამძლეობაში. ეხლა ვიგეთყვი რომ კუდუ ძალიან სქელი არის. ძალიან სქელი პირი აქვს, გასალესად ისეთ თემა არის და კარგად ისე არ გამოდის ხოლმე და აი მას ძალიან კარგად გამოყვანილი პირი აქვს. კი. კუდუსთან შედარებით. მეც უგეგმავ ვიდეოს, სადაც იქნება ეს კუდუ და ოკაპი. ხო, მე ამ ორს კონკრეტულად დასასვენებლად მივდივარ და იქ მინდა რომ გავაკეთო ეგ მოკლედ და იხილავს ჩვენი ჯგუფი ამ ვიდეოს. მოდი ვინაიდან და რადგანაც ბევრი განები გვაქვს, არ ვიცი ბატონო გიორგი, სულ რამოდენიმე შეკითხვას ასე ვთქვათ, ჩემ თავზე ავიძებ და დაგითხოვთ დროს, აი ორი რაღაც მაინტერესებს, არ მისყენოთ თუ შეიძლება. ასევე დაწყების წინ ვიკითხე აი ამ მოდელზე, ეს მოდელი ამ წუთას ეს დავდოთ ორივე ერთად. ესე იგი, ეს ამ წუთას გაყიდვაში არის, ეს არის დიდი ნავახა და ქვედა მოდელი არის გადავარკვევთ საშუალო კომპაქტ ნავახა, კი ბატონო. ინგლისურად ქვია ნავახა კომპაქტ. კი ბატონო, რომელიც ძალიან უმეწონა მე მაქვს პირადად კოლექციაში და დროებით არ არის, ასე ვთქვათ, გაყიდვაში და ვკითხე თეიმურას, როდის იქნება თქო და უკვე თვითონ თეიმურაზი მოგვიყვება მაგას. კი, კომპაქტ ნავახა იქნება წელს. წარმოებაში უკვე არის. რა შეიცვლება, რახან პირველი კომპაქტ ნავახა არის, აი აქ ჩანს, არის ლიმიტირებული. პირველივე რელიზი წავიდა ლიმიტირებული. მეორეც გამო ლიმიტირებული. რახან იყო პირველი ლიმიტირებული, არ გამეორდება ტარის მატერიალის აი ასეთი ფორმა. ფორმა კი არა, აი მასალა, ხი. კი.
და ვერცხლისფერი იქნება ახალი და აი მეორე რომელი იქნება ეხლა ორფერში იქნება. ორფერში იქნება და 150 წელი გამოვა მეორე რელიზიც იქნება ლიმიტირებული. მაგარი ამბავია. ჩვენ შეგვახვედრებს იმედია. იმიტომ რომ ყავს უკვე კოლექციონერები დაგერებისას. კი და აი მაგ საკითხზე მე რაღაცნაირად არ ვიცი რა, იმიტომ რომ რო უყურებ ხოლმე ჯგუფში, როგორ სახელებით ვიცი რა, ანუ პირადად არ ვიცნობ ამ ადამიანს, მაგრამ აი ვაჟა მაგალითად თავის დაგერებს რო ამოგზაურებს ხოლმე რა, რომ წაიყვანს, გაიუღე სოფელში ჩავიყვანე დაგერები და ფოტოს რო დადებს ხოლმე, მაგრა დასწორებს რა ეგ ამბავი რა. კი ბატონო. ხო, ერთი კიდე მოდელებთან დაკავშირებით რო არ ვიკითხო, არ შეიძლება რა არის ესენი? ეს სპლამაზეები რა არის ბატონო თეიმურას? კარგად ვაჩვენოთ. კადრში მოდი ერთს მე ვაჩვენებ თუ შეიძლება. ესე იგი საოცარი ზოგადად ალბათ ამ დანას თვითონ ვენდეტას ყველა უცნობთ, იმიტომ რომ დაგერი და ვენდეტა განუყრელი ცნებებია ჩემთვის, მაგრამ აი ამ შესრულებით მოგვიტევი ვინები არიან, როდის გვექნება? ხო, ეს არის ლიმიტირებული ვენდეტა, ვინც დაგერს თვალსადევნებს ან უკვე რამოდენიმე წელი იცის, რომ ყოველ წელს გამოდის ლიმიტირებული ვენდეტა. ვენდეტა არის ჩვენი ფლაგმანი, ჩვენი ხატი, აიკონ, ჩვენ უძახით ვენდეტას, აი აიკონი არის დაგერის და ყოველ წელს გამოდის ლიმიტირებული ვერსიები. მომეწონა მე ეხლანდელი რაც არის ეს ლამაზი კარბონით რო არის. ხო, მაგრამ გამოდის კარბონის ეს უკვე იყო ეხლანდელი მეოთხე თაობა, მეოთხე გენერაცია და ეს იქნება უკვე მეექვსე გენერაცია. რას ნიშნავს ეს ვენდეტები? ესენი არის ტიტანში ყოველთვის და powder steel. წელს იქნება Elmax-ზე. Elmax-ი არასდროს არ გამოგვიშვია ვენდეტა და აი პირველად გამოვა Elmax-ზე. და წელს რახან ჩვენ გავაკეთეთ აი ასეთი გჟელი, ხახლამა, აი ესეთი ჭრელი სახელურები, ნაკლადკები, აი გავაკეთეთ ლაზერზე, ხახლამა არ გამოვიდა კარგი ლაზერზე და აი გჟელი კარგი გამოვიდა და ეს არის გოროდეცი. დასაგებია. როდისთვის იგეგმება ამის ასე ვთქვათ და აი პატარა დეტალი ასე რომ შეხედო, აი ხედავ? კი ბატონო, კი. ხო, კი. ხო, სიგე. როდის იგეგმება და უკვე მზად არის და მალე უკვე იქნება. ხო, რამოდენიმე თვეში. ხო, აი აგერ აი პირდაპირ ეთერში ვიძახი ეს მოდელი აუცილებლად უნდა შევიძინო. აი თქვენ რას ფიქრობთ? აბა მე მირჩიეთ ახლა ამ შემთხვევაში ამ ორიდან მე ქვედავს ვფიქრობ, მაგრამ აბა თქვენ რას ფიქრობთ? რომელი შევიძინო ჩემი კოლექციისთვის? იმიტომ რომ კომენტარებში. ხო, კი და სხვათა შორის წეგან გამახსენდა რომ ერთი ცალი უნდა ყოფილიყო დარჩენილი საბურთალოს იმაში რო ქვია მოულში და აგერ აი პირდაპირ იმაში უნდა მივწერო რომ გადამიდეთ ერთი მიწერე ბატონო. ხო, რაც თავარია თითო იქნება 75 ცალი. იმიტომ რომ კი, იმიტომ რომ აი ტიტანში როცა გამოდის ვენდეტა, ბევრი არ გამოდის. აი კარბონში რო გამოვიდა წელს მაგი არის 200 ცალი, ყველა დანომრილია და აი გჟელიც და გოროდეციც იქნება 75 ცალი. ძალიან მაგარი დანები არის და რო ჩემი კითხვები დავასრულო და გიორგისა და დავუთმოთ, არემ აი აქ კიდე ერთი რაღაც აბსოლუტურად უჩვეულო ვენდეტა არის და ეგეც მოგვიყევი რა არის და იმას. ეს აი პირადი კოლექციიდან ყველაზე ალბათ ისეთი ვენდეტა აი პირზე ჩანს, რომელიც ბევრი რამე გაიარა, ბევრი ტესტი გაიარა. ძალიან მაგრა იწვალა და იმუშავა ამ დანამ და ამ დანაზე მე გამიკეთეს აი ასეთი მაჩუქეს ნაკლადკა. Scream show არ არის, არა, ეს ვიკინგია და დაგერი. აი ასეთი ის სახელური გაუკეთეს. და შევთანხმდით რომ ლესავ ხო? თუ კი. და გიორგი გალესავს და გაალამაზებს ველოდები როგორი იქნება, მოკლედ
შესვენების მერე ვაგზელებთ და მაშინ სანამ კითხვას დავსვავ, აგერ ვორქშოპებზე ვიტყვი მეც ჩემს აზრს, რომ ვორქშოპებმა მეც თავიდან სახელოს რო ვაწყობდი მიხეილ, აი ვორქშოპზე ყოფილა გალესილი, მოკლედ ეს დანა მეგობრებო რო არის ცოდეთ ახლა საუბარში და ვორქშოპებზე უკმაყოფილო ვარ, იმდენად უკმაყოფილო ვიყავი, რომ კენონიონზეც გადამევიდა ის უკმაყოფილება კენონიონზიდან. მაგრად მიყიდა მაშინ რამოდენიმეჯი როგორ მახსოვს ახალი გაცნობერი რაღაცაზე ბლურზე გკითხეთ რა ხო, კენონიონზე და ისე მეთქი რა დაუშავა ამ ხავაელ მაგაცმა თავის საგალი ფრანჩოზე მე თურმე რაში მოკლედ ვორქშოპმა ისე გამიცრო იმედები, რომ კენიონზეც გადავიდა, მეთქი რას არეკლამებს მეთქი ეს კაცი თქვაქეთ და მოკლედ აგერ ესეც ძველი განალესი ყოფილა ვორქშოპზე და მოკლედ შევმატებთ ჩვენს რაღაცას ამ ძველ დანას. ერთი რამე და კითხო კიდე თეიმურას. წეგან Blade Show იყო ნახსენები და აღარ ჩავუყრუნავდით იმ თემას რა და უყურე მე შენ Blade Show-ს თავგადასავლებს და უფრო დეტალურად მინდა რომ მოგვიყე შენი Blade Show-ს ამბები. როგორც ვიცი იქ დანებიც იყიდე, იქ ვისკიზე რაღაცა მახსოვს რომ გაჩუქეს კიდევას თუ რაღაცა იყო ვისკის რო სვავდით. ნუ რაღაცა თემები მოკლედ რა და დეტალურად რომ მოგვიყე Blade Show-ს თავგადასავალი მეც მაინტერესებს და დარწმუნებული ვარ მომხმარებლებსაც. რა ვიცი, ალბათ დანებით დავიწყოთ, ხო? კი, აუცილებლად. დავიწყოთ დანები და ალბათ პირველი ამით დავიწყებ. კარგი. იმიტომ რომ ეს Microtech-ი არავის არ გავაკვირვებ, მაგრამ ყოველ წელიწადს გამოდის Blade Show Edition. წინაზეც მახსოვს რომ იყიდე. წინაზეც ვიყიდე და გავაგრძელე ასეთი ტრადიცია. მე კიდევ ვფიქრდი, ადრე რაზე არ ვყიდულობდი მე. გავაგრძელე ასეთი ტრადიცია და ეს მეორეა. დიდი არაფერი არ არის, ჩაულებრივი Microtech-ია, პროსტა Gen 4-ია და ასეთ ფერებში არ გამოვა რა. რახან აი ეს Blade Show Edition-ი ხო, ცოტა ისეთი განსხვავებული ფერი არის. ვერცხლისფერ ლურჯში თითქოს კარგია. თან მთავარი ის რა არის, რომ ეს დანალერს $200. Blade Show-ზე? Blade Show-ებზე ღირს ეს $200 და რა არის ის საინტერესო? აი 10-ზე ხო იღება გამოფენა. 10-მდე ესენი არ ყიდიან დანებს. даже აი მონაწილე ხო ხარ, მიდიხარ და ეუბნები მომეცი რა დანა, იმიტომ რომ ეხლა გაიხსნება და სტენდზე უნდა ვიდგე და არაო, მაგრამ 5 წუთით ადრე მაინც იწყებენ გაყიდვებას და ჯერ რიგი არის მონაწილეების და მე ეს რო გაიხსნება, გინახიათ ალბათ YouTube-ში რომ მორგს ეს ხალხი და უკან დაგიდგება ასეთი რიგი. ხო და რა ვნახე იცი? მე ამას ვყიდულობ ჩემთვის, ჩემთვის ავიღე და მეორე ავიღე ჩემი ძმისთვის. მაგრამ ჯერ არ იცის ისა საჩუქარი მინდა დავალებისზე ექნება და რა ვაჩუქა. ხო და მაგრამ ვიდეო რო გამოვა უკვე კი, იმიტომ 18 ივლისაა. გასაგებია. ხო. მილოცვას უერთდებით აქიდან. ხო და მე ხო ეს ჩემთვის ავიღე და პირველიდანაც ჩემთვის და აი წელს პირველად დავინახე რომ დავდიოდი ახლა რომ ვიღებდი ვიდეოებს ტიპები იცი რა საკეთებენ? ყიდულობენ და იგივე თავის სტენდზე რა ვიცი აქ ახლა არ ვიტყვი რაღაცა ბრენდს აქ ბრენდი თავისი და გვერდზე უდევს ეს Microtech-ები და 300-ად ყიდის. კაი რა სამო. უცბად გული გააკეთა. მაგარი არის. კაი. დამატებით ეს ერთი დანა დაიმატე კოლექციაში Blade Show-დან თუ სხვა ის გვაქვს? ჩემთვის აი უფრო მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა ეს არის. ეს არის მითიური Brian Winters-ის Winter Blade-მა მაჩუქა ეს დანა. იმიტომ რომ ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა, დანა მალე გამოვა, უკვე წარმოებაში ჩაშვებულია. და აი ასეთი კოლაბორაცია იქნება რა ბრაიანთან და მაგან მაჩუქა ეს დანა გახდა ყველაზე ინოვაციური დანა წელს. კი, უყურებდი მაგას. მე მგონი სახელი არ გქონდათ მოფიქრებული ხო ჯერ მოდელის იმ ვიდეოში რომ უყურებდი გამოფენისაში. თქვენი მოდელის. ჩვენი მოდელის ხო ჯერ არ არის სახელი მოგონებული. არ ვიცი მაგნეტო ან რაღაცა მაგნეტო მაინც არც მოგწონს, მაგრამ მაგნეტო ის არ არის, X-Men-ში რო არის. თელი თემა რა არის, იცი? აი ეს ბრაიანი ხო სულ დანები, აი ყველა ჩამკეტი. ხო, მექანიზმი აქვს მაგნიტური. და მაგას უძახიან Mr. Magnet და Brian Magnet და მაგეთი თემაა და მაგრამ მალე გეტყვით. ასახელი ექნება. მოდი ჩვენ მაყურებელს უფრო ისე ავხსნათ რა. ეს არის აბსოლუტურად უნიკალური ჩამკეტი მექანიზმი, რომელიც არის მაგნიტზე რეალურად
და აი ამ ჩამკეტი მექანიზმით ეს ადამიანი არის როგორ გითხრათ რა ანუ კორიფეებში მოწინავე პოზიციაზე და მე როდესაც გავიგე რომ კოლაბორაცია იგეგმებოდა მართლა იქ გულწრფელად ძალიან გამიხარდა იმიტომ რომ არ არის იოლის საქმე გადაღებამდე ვკითხეთ ემურას როგორ დაკერებეთკე ძალიან სერიოზული პერსონა არის და მოკლედ მისი დანები ან ჩამკეტი მექანიზმით არის უნიკალური არა მაგარი ტიპია ურთიერთობა მაგასთან მაგრამ ევასება შოუმდეც ბევრი ვილაპარაკეთ დანებზე გავუზია მაგანაც მაჩვენა რაღაც თავისი კონცეპტები დანების მე გავუზიარეთ ჩვენი ახალი კონცეპტები ძალიან მოეწონა და მაგას იცი რომელია აქ აი ეს დანა დაევასა არიცო და მე უთხარი ამდენად ვერ გახსნიო და ვერ გახსნა ხო ინჟინერია ეს ლისიჩკა ვერ გახსნა და მე ლისიჩკას ვაჩუქე და კიდე ერთი რაღაც დადავაჩუქე მაგან ეს ვაჩუქე და მე დაევასა მაგრამ ლისიჩკა ეზი არა ლისიჩკას ბრაიან ვინტერსია რა კი ლისიჩკა უნდა იცოდეს ყველა უნდა იცოდეს ლისიჩკა კი ბატონო თემურაც აღარ მახსოვს ის თქვენი მოდელი კოლაბორაცია იგივე ჩამკეტზე იყო თუ ცოტა განსხვავებული არა ჩვენი მოდელი არის Empire არის ძველი მოდელი ბრაენის ეხლა არსად არ არის და აი ატლანტაში რო ვიყავი, აი ხოტარდება ეს knife meetings shows მერე, სადაც აი ესე კაფეში, რესტორანში ზიხარ და დანის მოყვარულები, მედანეები თავის კოლექციით მოდიან და აი ბრაიან ვინტერსი ბევრს აქვს კოლექციაში და პირადად ვიხილე Empire-ზე გადაიხადეს, ტიპმა გადაიხადა კოლექციიდან, რომ დაინახა ვეძებ არსად არ არისო და გონი 400 თუ $500 მიცა ნახმარდანაში, აი ხო, აი მაგ მექანიზმია რა, Empire-ზეა. შვიდასადაც მაგ მენა ნახი სხვათა შორის კაპიტული, კიდე გაიცანი მე მგონი ტოდბეგთან ქონდა რაღაცა გადაკვეთა. აუ, ტოდბეგი მაგარი ტიპია. ვოფშემ. გავარ ეხა სტენდზე, თან სტენდი გვაქვს და მოდის ასე ტიპი ქალთან ერთად. ასეთ ხო დაკუნთული ტიპია რა. უკვე ხანში სასული მაღალი. და ეხლა ნახე რომ რაღაც დანა აიღო, აი ეს დანა აიღო. აი მართლა ეს ფინკა. და ათვალიერებს იქით აქეთ უყურებს ასე ისე და თვალები ავწიე და მე ვუთხარი ტოდბეგი ხარ რომ მეთქი ხო ვუთხარი ვა დავიწყეთ ლაპარაკი გამიკვირდა მე ვუთხარი და ეს დანა იყიდა მართლა აი უნდა ვიყიდო მე ვაჩუქე რა თქმა უნდა მაგას დანა ისა რა ქვია მაგას ვაჩუქე მე ვუთხარი უნდა გაჩუქო ისე არ გაგიშვებ დანა და ვაჩუქე ისა ირჩია Nightmare Nightmare აირჩია full size აი full size 99 მმ-იანი მაგარი ტიტანი მაგნაკატი ხო? კი ტიტანი მაგნაკატი ისა სატინია იყო ხო All-Black-ი არ მოეწონა. არ მოეწონა კი არა, ეს სატინი მინდა. ხო, კარგი ტიპია, ძალიან სასიამოვნო ტიპია. არ ვიცოდი მე მაგათ თურმე ისა ძმასთან და ის გარჩევები რო ქონდა, აი თავის ოჯახთან. მე წავიკითხე, ხო. და მე მეგონა რომ ისა რა ქვია, იმიტომ რომ ცალკე იყო ეს ბეგის სტენდი და ცალკე იყო ტოდბეგის სტენდი. ბეგი არის იაფიანი. ხო. კი შეგიძლია, მაგრამ მე აი ვიცოდი ვინ არის ტოდბეგი და მე უკვე აღარ ვადევნებდი თვალს, აი ეს ბეგი მეგონა მაგი იყო. და მე აი მაგასთან რომ ვისაუბრე და ვილაპარაკეთ, ძალიან კარგი ტიპია რა, მომეწონა. ხო, მაგი ტოდბეგი არის საკულტო ადამიანი არის და მაგის დანების ფასი არის კატასტროფა ქვია. კასტომი შემხოდრია ერთი მე ხელა. ახლა? გადალესილი მაქვს. აუე ახალი გახსნილი მქონა სახელოს მე შედარებით და მაშინ ისე არ ვიყავი და ტოდბეგი ვეში და кайხანი კი გავიდა იმისენ, მაგრამ არის კასტომი. აი იაფიანები უფრო არ შემხოდრია ეს ბეგნაიფს არის მე მგონი ხო ცალკე ის იაფიანი. კი ბატონო, არა, სუდი არ არის. არანაირად. ეს ტექი უშოს თუ სწორედ ახსოვს მაგათ
და უბრალოდ ეგ იყო კი, იმიტომ რომ ანუ რამოდენიმე ტოდბეგის მოდელსაც აკეთებს რა, ანუ მარტო გვარს იყენებს, არამედ თვითონ ტოდბეგის მოდელი გააიაფიანა რა, ანუ თან საკულტო მოდელებზეა ლაპარაკი. კაი, ამაზე არ ვარ დღეს შემშურდა მოკლედ კეთილი შურით, თეთრი შურით, აი ალბათ ეს მე მოხდები მაგ გამოფენაზე, იმიტომ რომ არიან ადამიანები, ვისი პირადად გაცნობათ ძალიან მინდა და სანამ ცოცხლები არიან, იქნებ გავიცნო. თემას შემახსენე ეს თუ თქვით, როდის ველოდებით იმ მოდელს იქითა წელს? იქითა წელს უფრო. იქითა წელს, ეხლა ჩვენ უკვე ივლისში ვართ, წარმოება კი დაიწყო, მაგრამ ეხლა მიდის აი მატერიალების შეძენა და ნუ დეკემბერში ალბათ არ იქნება. კარგი იქნება თუ აი ჩინური ახალწლამდე მოვასწრებთ. გასაგებ. ანუ თებერვლისკენ. ესეთ შეკითხვას დავსვავ რა. ესეთი ხმაურიანი კოლაბორაცია რუსულ ბაზარზე თუ არ ჩავთვლით თქვა შიროგოროვს და სიკაევს. ვინმეს კიდე ქონია? ნუ შიროგოროვს კრისლივ და შიროგოროვი თუ აგენი თუ არ ჩავთვალე და არ ვიცი აი ჩვენ ფასის სიმაში და ჩვენ სეგმენტში ალბათ არა ხო მეც ეგეთი რამე ასე თუ ისე ვიცნობ მეც მაგ ბაზარს და ხო არ მახსენდება რომ ეგეთი კოლაბორაცია ყოფილიყო და სავარაუდოდ ძალიან ისეთი ამბები იქნება მაგდანაზე დიდი აჟიოტაჟი იქნება მოკლედ ველოდებით ალბათ დაამთხოს დიდ გამოფენას ეცდება ხო და მოკლედ ველოდებით ნამდვილად ეხლა არ ვიტყვი მაგრამ იქ ძალიან საინტერესო ისენი იქნება ვერსიები ძალიან საინტერესო ვერსიები სპეციალურ ცალცალკე ბაზრებისთვის ასე საინტერესო ექსკლუზიური ვერსიები სხვა ბაზრებისთვის აბა მადლობა ინფორმაციის გაზიარებისთვის და ბევრი წარმატება ველოდებით. ბატონო და რა ისე ერთი არ წავიდეთ ამ გამოფენაზე რა ქვია თუ შენ არ გინდა ხო? თეიმურას მე რა ქვია დაგერის როგორც ერთგული მომხმარებელი მიმიბადიშეთ იმაზე რა ქვია კლინოქსზე. ეს არ დაპატიჟებული ხარ. აი მე ჩავალ ბატონო და არა მართლა მაინტერესებს ნამდვილად მაინტერესებს ეს ცენტრალური რომ აი ნოემბერში რო ტარდება კი აი მაგას გირჩევ იმიტომ რომ მართლაც ეხლა იმხელა არ არის როგორც Blade Show რა თქმა უნდა მაგრამ მაინც მასშტაბურია მაინც ევროპულებზე დიდია კი ევროპულებზე დიდია კაი მაგას დავილაპარაკოთ მიხეილ. ნახოთ ერთი როგორ წახვალო ჩემოთ. ის ვიგითხრა კაცო შენში. ამდენას ვნახავ ერთი თემურას, ეს კიდე რაღაცა სიახლე გვაქვს, ხო? ეს პროტოტიპია. პროტოტიპი არის ესეც. ეს პროტოტიპი კი შეიძლება მოკლედ საქართველოში რაღაცა მიზეზების გამო utility knife-ები პოპულარული ხდება მიშა. ნუ არის რაღაცა მიზეზები კაია. და მოკლედ მე მგონია რომ utility knife-ებზე ჩვენთან არის მოთხოვნა და ძალიან საინტერესო მოდელი არის და ამასაც ველოდებით განსაკუთრებით დაგერის მოყვარულები. ხო, ეგ ახლა უკვე იცი როგორ მაინტერესებს, ძალიან მაინტერესებს რა ფასში მოხდება, ნუ ჩვენ რეალობაში რა, ანუ ჩვენ რა ფასად გვექნება რა, რომ ანუ კონკურენციის თვალსაზრისით ვიცახი რა, ანუ იმიტომ რომ გიორგის თქმის არ იყოს ალბათ ერთადერთი ნივთი არის რომელიც ისე რა თავისუფლად შეგიძლია მეტნაკლებად მე მაგალითად იურისტებმა მთხოვეს ცოტა ხანი მაინც არიარო ოდანებითო ცოტა ხანო და დავდივარ ამითი რა ანუ ცოტა ხანი არიარო მაგრამ ხო ცოტა ხანი არიარო იმიტომ რომ ნუ არ ვიცი აღარ ჩავეკითხე სიმართლე გითხრა ისე მიდვენა გვერდში ხო რომ მეთქი კაი აღარ შეგაწუხებ თქო და ცოტა ხანი გავანებებ თქო და მაგრამ ცოტა ხანი არის, ცოტა ხანი იყო ნათქვამი. მოკლედ ველოდებით მაგასაც. ემის პროტოტიპი არის, ჯერ კიდევ შეიძლება რამე შეიცვალოს ამაში თემურას თუ უკვე ესეთი ვერსიით ველოდოთ. 99% ალბათ არაფერი არ შეიძლება. ასეთი ვერსიით იქნება Spacer-ი. ეს ბაზა თქვენ იცით ეს და ლეპრიკონი, ფლორინი, დოპი, აი გნომიკების, ჯუჯების ბაზა რო გვაქვს. და მაგ ბაზაზეა ფასი რა თქმა უნდა ჩემი აზრით ყველას გააოცებს იმიტომ რომ იქნება უფრო იაფი ვიდრე დანები არის ძალიან მაგარია უფრო იაფი
არ ვიცი რა, დაახლოებით შეიძლება აი საიგაკის ძალიან მაგარია. ფარგლებში იქნება რა ფასი. ჩვენი ნუ ვინც არის იცით სტანდარტული პირები მიდის ამაზე, რომელიც ყველგან იყიდება, ყველა ნაბიჯზე იყიდება და კომპლექტში იქნება 5 ცალი. მით უმეტეს კარგი არის. კი ბატონო. მოკლედ, ბევრ მოდელს ველოდებით. ვარა, ძალიან მაგარია ეს მაკლიფსა და გერის ფორმით ჯიბეზე რო გაიკეთებს და თან რო გაგაჩერებენ და რო გეტყვიან რომ ეს საკანცელერიო კარგად ზამდებოდითო ორ მაგაც 100-იანო იქნება ეს ყველაფერი. კი ბატონო. არის, გავაგზავნოთ მიშა. ესე იგი, წეგან რაღაც დავიწყე ასე ვთქვათ საუბარი აი კოლაბორაციასთან დაკავშირებით და მკითხე რუსულ ბაზართან დაკავშირებით და ჩემთვის პირადად მივხედავად ანუ იმისა რომ ძალიან ბევრი პოლიტიკური რაღაც ასპექტი შეიძლება იყოს ამ თემაზე და არ მინდა ამ წუთას და თხოვნა მექნება ჩვენ გამომწერებთანაც რომ ნუ რანაირად ნუ გავამახვილებთ ამ წუთას ამაზე ყურადღებას დანების მიმართულებით ჩემთვის საინტერესოა ეს ბაზარი და მოდი ესეთ რაღაცას კითხავ შენ როგორც წარმოებელი და რომელიც ამ ბაზარზე აქტიური მოთამაშე ხარ ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ხარ რომელ ბრენდებს გაუწევდი რეკომენდაციას სხვადასხვა სეგმენტებიდან აი თუ შეგიძლია რომ აი სამი სეგმენტი რო ავიღოთ ბიუჯეტური საშუალო და მაღალი და თუ გეტყოდი რეკომენდაციას ასე ვთქვათ ესე იგი აბა მიდი ესე იგი ჯერთი ჯაყვებს ხო დასაკეთებს ბევრი ბრენდი არ აკეთებს ესე იგი ვინ არის ნოქსი მისტერ ბლეიდი და NC კასტომი აი იმპერია ნაჟირო არის ხო აი NC კასტომი და მისტერ ბლეიდი ნოქსი კიდე ვინ არის სარო კი სარო კიდე ვინ არის რეპტილიანი ბატონო სტილკო რეპტილიანი სტილკო რეპტილიანი ერთი და იგივეა ობერტეკი ეს ახალი ბიჭები არიან პეტერბურგიდან 1-2 მოდელი აქვთ მარტო დიდანებს აკეთებენ ობერტეკი ვინ არის კიდე დოქტორ ტეკი მაგრამ დოქტორ ტეკი ისეთი ტიპები არიან მგონი უფრო კატალოგიურ დანებს ადებენ просто თავის ბრენდს აი ხო იცი როგორ არის დანებში არის ასეთი თემა ბევრმა ეს არ იცის აი ჩვენ ხო დიზაინი ინჟინერია ყველაფერი გვაქვს ჩვენი ხო ჩვენ ვაკეთებთ და აი ეს დანა რო გამოუშვა ნუ ბევრი რაღაცა უნდა გაიარო და მთლიანად წარმოება ამ დანაზე უნდა შექმნა რა და ჩინეთში როცა ჩადიხარ მაგათ აი ასეთი პროექტები არ ევასებათ მაგათ აი ასეთ კატალოგს მოგცემენ და კატალოგიდან უნდა ამოარჩიო და არის ასეთი ბრენდები ამიტომ მაგ ბრენდებზე არ ვილაპარაკებ ესე იგი ვინც ვთქვი ჩემი აზრით გეტყვი ხა აი მორფეუსმა კარგი ისენი დაიწყო იმპერია ნაჟეიმ აი რო თქვი მისტერ ბლეიდი და NC კასტომი მაგერმა გააკეთა ახალი ბრენდი მორფეუსი და აი ალბათ მორფეუსი საინტერესო არის იმიტომ რომ კონიგინის დიზაინი არის და აი ასეთი საინტერესო დიზაინერი კატეგორია მაგათ აქვს დანები სადღაც $100-დან $300 ამიტომ ალბათ რა ვიცი სად ჩავსვა საშუალოში მაგას ალბათ კი აი როგორც ახალი და საინტერესო ტოუტაუნი არ ვიცი რუსულია თუ ჩინურია მოდი მაგასაც ვისაუბროთ იცი რა იმიტომ რომ აი ტოუტაუნი მე მაგათ ქარხანაში ვიყავი დიდი საინტერესო კარგი ქარხანა აქვს ამერიკაში არ ყიდიან ისტორიულად ყიდიან რუსეთში და ნუ აი post-soviet countries რა ნუ ოფისი აქვს რუსეთში მოსკოვში მაგარი ტიპია ეს მაქსი და აი მაგისაც ჩავთვალოთ იმიტომ რომ მაგასაც მაგი ყველგან შეგიძლია ჩათვალო მაგას აქვს ზვირიანებიც აქვს იაფიანებიც აქვს და არა როგორც ჩინური თუ როგორც რუსული ბრენდი ალბათ მაინც როგორც ჩინური ხო კაი მაშინ ესე იგი არ გავიხსენებ ესე იგი რას ვიტყოდი ალბათ მორფიუსი
ალბათ აი მე პირადად მომწონს ობერტექი რახან აი ცოტა განსხვავებული დიზაინი აქვს და მესამე იქნებოდა ალბათ იცი რას გეტყვი ნოქში არ მევასება ერთი რაღაცა რომ აი დიდი გრავირები რო აქვს ხო, წარწერები და ილუკოვი რო იმაზე აკონტროლებს რა. აი მაგრამ თვითონ აი ბოლო დანები რა ვიცი მე სუდი არ არის და აი სტილკლოუმ ეხლა დაიწყო ჩემი აზრით კარგი მიმართულებით განვითარება ადრე მაგენი რასაკეთებდა აი უფრო კატალოგის თემაზე იჯდნენ და აი ეს სპაიდერკოს და რეპლიკაზე და ეხლა უკვე დაიწყეს თავისი დიზაინი, თავისი დანები და ზოგიერთი საინტერესო არის. გასაგები. მოიცა სიკაებსაც აქვს. მე წელს ვიყიდე სიკაების ბიუჯეტური. სიკაებსაც აქვს. ხო, ეხოსაც ალბათ გავუწევდი რეკომენდაციას. ხო, ალბათ რა, აი მორფეოსი, სიკაების ეხო, ისა რა ქვია, ობერტექი, მაგრამ აი ბიუჯეტურში ვინ არის ბიუჯეტურში? ალბათ ბიუჯეტურში დაგერ დისკავერი რო არ ავიღოთ ამ პერემენი არც არავინ ესე თუ მაშინ ყველა მარტო სტილკლოუ ალბათ რაღაც მოდელი კატალოგი ხო აი ალბათ ბიუჯეტურში ბევრი არ არის ხო ებათ გასაგები და აქვე მოდი ერთი კითხვა ფიქსებთან დაკავშირებითაც ხო ფიქსები უკვე ძალიან საინტერესოა სამი ფიქსის წარმოებელი გითხარი ვისაც რეკომენდაციას გაუწევს დეიმურასი ალბათ პერუიცეხი მარტო ფიქსებში მაგის ჯაყვები მომწონს მაგრამ სიბჯოინდები საკაიფოა კი აი მაგი ალბათ მაღალ კატეგორია იმიტომ რომ მაგის ჯაყვები ძვირია კი სადღაც $150-დან $200 არ მაქვს და უნდა ვიყიდო მაგის slip joint-ი რა ამიტომ ალბათ საშუალოზე მაღალია მაგის slip joint-ები მაგრამ აი ფიქსები ძირთად ისენი აქვს მაგას გორ ფიქსები და ნუდისტები რა ხო ისა სკელეტონები ხო სასაცილო სახელებით სასაცილო სახელებით სისკი და მაზგი ხო უზუები ხია დანას კი ხო პერუიცეხი კი მეც ნამდვილად მომწონს პერუიცეხი აუ ბევრია ხა მივთქვა კიდე ოულები ბუები კი ვიტყვი ბუს ოულ ნაიფსი თან მაქვს ნაყიდი მაქვს ოულ ნაიფი ამ მესამე სანადიროებიდანაც რამე შევიყვანოთ ისა ბივერთან მე არ მქონია შეხება ბივერი ტიპი რა თქმა უნდა ნინზა ბივერი ხო აი ის ბარკრივერის ტიპის დანებს რო აკეთებს მაგრამ უფრო კარგი ვიდრე ბარკრივერი ხო ნუ ბარკრივერი უკვე ისე არის რომ ყველაფერი ბარკრივერზე კარგი არის მე მგონი დღეს რა დღეში ჩავარ ისე ხო მაგრამ აი იცი აი ესეც აი რაც გამახსენდა იმიტომ რომ თავში ბევრი ტრიალებს კი ბევრია ძალიან კარგი ბევრია ძალიან აი ფიქსებში აი იცი რას გეტყვი ფიქსებში ჩემი აზრით საოცარი კომპანიები ყავს ფიქსებში კი აი ამერიკულებსაც რო შევადაროთ აი ფასი და ხარისხი ბევრი რუსული მასტერის აი ოსტატის გაკეთებული ალბათ უკეთესი იქნება კი ბატონო ნაწილობრივ მაქვს საკითხი ფიქსებში დაგეთანხმები საინტერესო მაგარი ფიქსებია ქის დამავიწყდა ჩებურკოვს კაი ფიქსები ჩებურკოვსკი ჩვენთან პოპულარული არის ჩებურკოვი მიუხედავად იმისა რომ მე დიდად როგორ ვთქვა არ მომწონს რა აქვს ჩემი დასაწუნი მე მგონია რომ ჩებურკოვის შინაარსობრივად აცდენილი არის რას იცი რომ ქართულ მომხმარებლების უმეტესობას გონია ჩებურკოვი კასტომი და არადა ჩებურკოვს კი კასტომიც აქვს მაგრამ ძირითადად ჩებურკოვი არის ჩვეულებრივი რა ქვია მაგას რა დავარქვა ჩპ-ს პროდუქტი რა როგორც არის ვინაიფი რა მაგალითად რა ეხლა სულ არ ჩამოვთვალე ჩებურკოვში როგორი მაგენი რა ისა კულტროტეკი სტალინა მაგენი აი მაღალ კატეგორიაში მაგენი რა თქმა უნდა ტოპებია რეალურად ანუ უკვეთავს სხვადასხვა ტიპებს ხო მოდი ასე არა სტალინა მაგი ხო არის სილ
მანუფაქტურას იმ, ხო? ხო, სტალინა ი ლომაჩენკო. ხო. თუ ლომაჩენკოვ არ მახსოვს. და სტალინა ჩემი აზრით, აი უფრო ლომაჩენკო მაგი ინჟინერია, თვითონ დანას აპროექტებს და ქასტამს თვითონ აკეთებს. როგორც მე ვიცი. ასე გეუბნები. კი და მაგ გამოფენას რა ქვია გამახსენს ეს მარტო ქასტამები არის ხოლმე? მედრაშანები. მედრაშანები. როგორი გამოფენა? მე არ ყოფილა. არა? არ ემთხვევა. ჯერ ერთი ჩვენ როგორც კომპანია იქ არ ყოფილვართ. გასაგები, კი ბატონო. იქ იცი რა. შენო ისე. ჯერ ერთი კი ქასტომებს ჩვენ არ ვაკეთებთ და აი რაღაც პროექტები ახლა გვაქვს, მალე გაგიზიარებთ, აი Nightmare-ის ბაზაზე ვაკეთებთ ქასტომს. ძალიან გათხოვ რუს ქასტომაიზერთან. და აი მედრაშა ნიუნენგზი, იცი რა კონცეფტია, შეგიძლია მაგეთიდან გახვიდე, მაგრამ დანა უნდა გაიტანო ისეთი, რომელიც გაყიდვაში არ ყოფილა. აი სპეციალურად არის გამოშვებული მედრაშა, აი დაჟე ჩებურკოვი სპეციალურად მაგისთვის აკეთებს. რაღაცას ცვლის, ბულდოგი გამოაქვს, მაგრამ გრავირება არის თავისებური, რაღაც ფოლადი და აი პროსტა რო გახვიდე, თქვა, აი ამ დანით ძალიან მაღალი დონის გამოფენა გამოდის. ხო, აი ჩვენ საბაზისო დანით არ შეგიძლია რო გახვიდე. უნდა გახვიდე ქასტომით და ის ქასტომი კი არა 2 წლის უკან რო გამოუშვი, არამედ სპეციალურად უნდა იყოს გამოშვებული მაგისთვის.